შეეხება ზესტაფონს. ჩვენთან ერთად არის კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი. მიშა, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. პარასკევს იყო განხილვა თქვენი საჩივრის საფეხბურთო დავების განხილველი ტრიბუნალი, ასე ქვია ოფიციალურად იმ ორგანოს, რომელიც არის მაქსიმალურად ყველაზე მაღლამდგომი ამ შემთხვევაში. თქვენ გქონდათ კონკრეტული საჩივარი. მოდით თქვენ თქვით, რა იყო თქვენ საჩივარში ნახსენები და შემდეგ რა გადაწყვეტილება მიიღეს მათ? საჩივარში იყო ნახსენები, რომ ჩვენ არ გქონდა ფინანსური სიტუაცია მყარად და ჩვენ ფაქტიურად უფულოდ ვიყავით თანხების გარეშე, ასევე ყველამ კარგად იცის უკვე ეს პრესის საშუალებით გავრცელდა, რომ თამაშის წინა დღეებში ჩვენ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც შესთავაზეს თამაშის, ასე ვთქვათ, საფეხბურთო ჟარგონზე გაყიდვა, სადაც ამ ფეხბურთელმა ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა, ჩვენ ჩავაყენეთ საქმის ხურში ფედერაცია და ველოდებოდით ადეკვატურ პასუხს იქნა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არავინ დაგვიკავშირდა და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ გუნდი არ ჩასულიყო თამაშზე, იმიტომ რომ საშიშროება იყო იმისა, რომ მართლა ეს თამაში გარიგებული ყოფილიყო და ზესტაფონის სახელი გასრულიყო კიდევ ერთ ამ ბინძურ გარიგებაში და ეს იყო ძირითადი ის მიზეზები თუ რატომ არ ჩავედი თამაშზე და ეს გავასაჩივრეთ, მაგრამ სამწუხაროდ არბიტრაჟმა იგი ძალაში დატოვა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. მე შემიმსუბუქა, ასე ვთქვათ, პირობითი სასჯელი 12 თვიდან 9 თვემდე და ასევე აღმასკომს გადასცა განსახილველად ჩემი და ჩვენი კლუბის დამფუძნებელის ილია კოკაიას საკითხი თუ მივიღეთ თუ არა მონაწილეობა ჩვენი გუნდის არ გამოცხადებით გარიგებულ თამაში. აი კიდევ ერთხელ შეიძლება ეს კითხვა ყველას გაუჩნდეთ, რატომ არ ამბობთ კონკრეტულად რომელ ფეხბურთელზე იყო საუბარი, ვისი მხრიდან იყო, ეს ხო უფრო ნათელს მოფენდა ყველაფერს. კონკრეტულად ჩვენ გვარის სახელი დასახელებული გვაქვს თვითონ ფედერაციაში, ასევე ამ არბიტრაჟ კომიტეტში გვარი და უბრალოდ არ მინდა ჯერ ტელევიზიით განვაჟღერო, ასევე პროკურატურას მივმართეთ ჩვენ და როგორც ვიცი გუშინ ან დღეს უკვე იქნებოდა კონტაქტი ფეხბურთელთან და ყველაფერი გამჟღავნდება, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ სიმართლე იზეიმებს და ყველა გაიგებს თუ რა მოხდა მართლაც. და ამის შემდეგ აი რამდენად ფიქრობთ თქვენ რომ აღმასკომის გადასაწყვეტია სად ითამაშებს ზესტაფონი შემდეგ სეზონში გაგრძელდება თუ არა გუნდის რეალურად მონაწილეობა ჩემპიონატში? დიახ, ჩვენ ამდენად რეალურია რომ აი რომ დადასტურდეს ეს ფაქტი და თქვენ უნდა აღიდგინონ აი რა უნდა მოხდეს თქვენი აზრით? ეს ეს უკვე აღმასკომის გადასაწყვეტია, ეს ვისაც არ ვიცით ჩვენ პირველ ლიგაში მივიღებთ შემდეგ ჩემპიონატს მონაწილეობას, მეორე ლიგაში, უმაღლეს ლიგაში, რაც ვიცით დღეს მდგომარეობით ჩვენ მოხსნილი ვართ ჩემპიონატიდან, გუნდი დათხოვილია, ასე ვთქვათ, არ ვარჯიშობ და ველოდებით უკვე კონკრეტულად რას გადაწყვეტს აღმასკომი და რა შეგვატყობინებს. ძალიან საინტერესო სიტუაციაა, თქვენ მოხსნილი ხართ ჩემპიონატიდან, მაგრამ ცხრილში ზესტაფონი არის ჩვენ რო ვაჩვენებთ ხოლმე გაწითლებული ეგ სპეციალურად ცხრილში არის და თუ მოხდა ისე რომ თქვენს უკან ყოფმა გუნდებმა მეტალურგმა სიონმა და ვიჯორჯა ვერ დააგროვეს თქვენზე მეთქვა რა ხდება ამ შემთხვევაში თუ დასვით აი ეს კითხვა? დიახ, ეს კითხვა დავსვი სადისციპლინო კომიტეტზე, სადაც ეგრევე რომ გამოიტანეს განაჩენი პირველი კითხვა ეს იყო და იქ ამიხსნეს რომ თქვენ ეს ქულები გინარჩუნდებათ და შემდეგ თუ ვინმე არ დააგროვებს მაგაზე მეც თქვენ რჩებით, მაგრამ რჩებით ჩემპიონატში, უმაღლეს ლიგაში აგზავნებთ, მაგრამ შემდეგ უკვე აქ წინააღმდეგობაში ხო არ მოდის, თუ მოხსნილი ხართ? დიახ, შემდეგ უკვე გავიარე მე საკითხი ბატონ რეზო შენგელიასთან, საშეჯიბრო სუფროსთან, დიმკა ბოკერიასთან, მაგრამ იმათმა სხვანაირად ამიხსნეს და სხვანაირად მითხრეს, რომ ყველა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ შემდეგ ჩემპიონატს უმაღლეს ლიგაში ხო, არა, საინტერესო სიტუაცია ჩნდება, იმიტომ რომ დებულებაში კონკრეტულად არ წერია ეს. თქვენ შეგიძლიათ თუნდაც აი ერთმა გუნდმა გაგისწროთ, ხო, დარჩეთ მე-14 ადგილზე, რომელიც დებულების თანახმად ეს გუნდი ხდება გადათამაშებაში. და აი ხო, ცოტა რაღაც შეუსაბამობა არის, რა, ჩემი აზრით უბრალოდ ეს მინდა დაოფიქსო, რადგანაც ერთის მხრივ თუ მოხსნილია გუნდი, მაშინ ცხრილში თუ ეს ქულები შეუნარჩუნდა
გავიგე რომ არ იხსნება გუნდი რა თუ 50%-ზე მეტი თამაშები აქვს ნათამაშები უბრალოდ მასთან ყველა გუნდ შეეძლება მოგება 3-0 გასაგებია უბრალოდ ცოტა უცნაურია შეიძლება თუ ვთქვათ მაგრამ მაინც არც სადისციპლინო კომიტეტმა დააკმაყოფილა თქვენი პროტესტი არც არბიტრაჟმა საფეხბურთო დაავების განხილველმა რომელიც არ საჩივრდება უკვე ეს აღარ საჩივრდება ერთადერთი ორგანო დარჩა აღმასკომი რომელიც ალბათ განიხილავს თქვენ საკითხს თქვენ დასწრებს საკითხს ასევე ჩვენ ხვალე გავაგზავნით წერილს UEFA-ში FIFA-ში ასევე ევროპის კლუბების ასოციაცია რომელიც ძალიან მხარს გვიჭერს და ბევრ საკითხში დაგვიდგა ეს წერილებს გავაგზავნეთ და ვთხოვთ რომ დაგვეხმარონ გაგვარკვიონ საკითხში და შევხედავთ უკვე შემდეგ მოვლენებს ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და ვიბრძოლებთ იმისთვის რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. კარგით, თუ სიტყვაზე, აღმასკომმა თუნდაც მოგცათ იმის საშუალება, რომ გუნდი დარჩეს პირველ ლიგაში, მეორე ლიგაში, უმაღლეს ლიგაში, არ აქვს ამას ახლა სხვა კუთხით, სხვა კითხვას. ვინ დააფინანსებს გუნდს და როგორი იქნება? საკრებულო მოარი თქვა. საკრებულო მოარი თქვა, დიახ, დაახლოებით არა ზუსტად 180,000 евро გვაქვს ჩვენ მისაღები კარპატის ლოვის კარპატიდან რომელიც დაუშვილის უკვე საბოლოოდ უკვე მოგებული გვაქვს 15 ფევრალს უნდა ჩარიცხულიყო ეს თანხა პლუს გვაქვს გარკვეული ფეხბურთელები ჩვენ გაუშვით სხვადასხვა გუნდებში სადაც თანხები ასაღები მე ეს თანხები პრინციპში მაისამდე ყოფნი და უბრალოდ დროულად რომ მიგვეღო მე ფედერაციას მივმართე რომ გარკვეულწილად გარანტად გამოეყენებინათ ეს თანხა თქვა 180,000 евро და ესე თქვა ესესხებინათ სესხის სახით ფედერაციიდან აგვეღო და შემდეგ რო ჩაირიცხებოდა ამაზე პრინციპში უარიც არ უთქვათ მაგრამ დროში გაიწელა ეს ზვიადისთან ბატონ ზვიადისთან მქონდა ლაპარაკი ნუ რაღაც გარკვეული საბუთები და იურიდიული მომენტები იყო საჭირო ამისთვის მაგრამ ნუ არ მოხერხდა ეს თუ ვერ მოხერხდა ეს უკვე ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ამ თანხებს ჩვენ მივიღებთ და დარწმუნებული ვარ რომ ალბათ პირველ ლიგაში თუ გავაგრძელებთ შემდეგ ჯერ საკითხია სად ვიქნებით და უკვე შემდეგ დაიგეგმება ბიუჯეტი შესაბამისი ფეხბურთელები შეირჩევა და კიდე ერთი ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოვიდა სწორედ ზამთარში და რამდენადაც ესეთი ინფორმაცია ვრცელდება ხელფასები მათ არ აუღიათ. ვინ გაუსტუმრებს ამ ხელფასებს ამ ფეხბურთელებს? ზუსტად ეს თანხები ჩვენ მე ველაპარაკი ფეხბურთელებს კრება ჩავატარე და ყველა საქმის ხუში ეს თანხა როგორც კი დაждდება გუნდის ანგარიშზე ეს ფეხბურთელები თავის ანაზღაურებას თავის უსწრებლები მიიღებენ. ყველაფერი რაც არის ჩვენ გაუსტუმრებთ ყველაფერს იმიტომ რომ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩვენთან სრულიად უანგაროდ კაპიკებზე ასე ვთქვათ, იბრძოლეს, ითამაშეს და ეს ბიჭები იმსახურებენ ამას. ხო, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ დაუკარგავს. ხო, ამაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ კონტრაქტი კონკრეტულად თქვენ, ხო? კლუბმა გაუფორმა თითოეულ ფეხბურთელს ვინც არის. დიახ, უბრალოდ დროის მომენტი არის და ჩვენც ვცდილობთ ყოველდღე საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა ეს ამ თანხის მოგება სადღაც 50,000 ევრომდე ჩვენი პირადი ფული დავხარჯეთ, რომ ეს ჯერ იყო FIFA, UEFA, ძვირადღირებული ადვოკატები დავიქირავეთ და საბოლოოდ ჩვენ უფრო მეტი 360,000 ევროს იმედი ქონდა, მაგრამ საბოლოოდ 180,000 евро მოვიგეთ და ველოდებით უკვე. ხო, ძალიან ძნელია. მე არ ვიცი ამ თემაზე ყოველთვის მიჭირს საუბარი, რადგანაც გუნდი, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებით თამაშობდა, დღეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ხოლო ქაღალდზე ყავს უამრავი მხარდაჭერი, ყველა აცხადებს მხარდაჭერას, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი არავის მხრიდან არ არის ჯერჯერობით. დიახ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მე ძალიან გული დამწყდა თვითონ არბიტრაჟის შემდეგ, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ იყო და დიდი მადლობა მინდა თქვენ არხს და პირადად თქვენ დამეკავშირდით. ხო, არა, საინტერესო ეს თემა, ხო? ასევე ყურადღება საერთოდ არ იყო, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ კიდე ჩვენ ვაგრძელებთ ისევ საფეხბურთო მოღვაწეობას ნებისმიერ დიახ, ჟურნალისტებს ჩვენ შეგვიძლია დაგპატიჟოთ თქვენ პირადად ზღვაზე ამოხვიდეთ, ხვალ უკვე იგეგმება მეორე მინდორი უკვე იგება. დიახ, მეორე მინდორი იგება უკვე. იქ გავაკეთებთ ბავშვთა სკოლას და ჩვენ ქართულ ფეხბურთში ვrჩებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე რომ ფეხბურთი საქართველოში არ კარგით. დიდი მადლობა. მიხეილ ხუციშვილი იყო ჩვენი სტუმარი. უბრალოდ ალბათ საინტერესო ეს თემა ბოლომდე, სადამ აღმასკომი არ ჩატარდება და სადამ ბოლომდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ალბათ ყველამ უნდა მოვიკითხოთ ყოველ შემთხვევაში რა ხდება, რადგანაც გუნდი რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ სიმპათიური იყო, კარგ ფეხბურთს თამაშობდა, დღეს მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.